I'm German homolos. I drink coffee and I know things. მე-17 ეპიზოდის სიტყვა არის ვუდინარი. მშვიდი, უწყინარი და მყუდრო. ამ ადამიანის სამი მთავარი მახასიათებელი. ამ ადამიანის გაღიზიანება უბრალოდ შეუძლებელია. ეს სამი თვისება, რაც ჩამოთვალე, აქვს თავისივე არჩევანით. დიახ. იმიტომ კი არ არის მშვიდი და უბოროტო, რომ ბუნებრივად ასეთია. ან ეშინია, ან ეზარება, ან არადარდებს, ან ნერვები მწყობრში აქვს აბსოლუტურად. არა, ასე ნამდვილად არ არის. ვუდინარმა ბევრი რამ გამოიარა ცხოვრებაში, ბევრი გულისტკენა, ბევრი იმედგაცრუება, უახლოესმა ადამიანებმა არაერთხელ ჩასცეს מחვილის ზურგში, ბევრი ბოროტებაც გადახდა, დეპრესიასაც გაუძლო, დაამარცხა, თავი ახლიდან აიშენა, სიმშვიდის მართვაში გაიწვრთნა თავი, ჩასწვდა ისეთ ღრმა ფილოსოფიურ და გამიზნულად თუ არაგამიზნულად ქრისტიანულ იდეებს, რამაც ასწავლა საკუთარი თავის აბსოლუტური მართვა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას არავისზე შეუძლია გაბრაზდეს, განრისხდეს. თავისი ცნობიერება და თავი აღარ აძლევს უფლებას და ენერგიას ვინმეს შეძულების ან რაიმეზე გაბრაზების. რა მოვლენაც არ უნდა მოხდეს, ვუდინარი მას სრული სიმშვიდით ხვდება. ვუდინარი ისეთი ძლიერი ადამიანი ხდება, რაც დრო გადის და წლები ემატება, რომ მისი გატეხვა, დამორჩილება და გასულელება უფრო და უფრო რთული ხდება. ვუდინარის განვითარების თავგადასავლის საბოლოო გამარჯვება და უდიადესი მიღწევა, დონე, არის ადამიანების ისე შეყვარება, როგორც ღმერთს, ქრისტეს უყვარვართ. ვუდინარი იყვარებს ადამიანებს სრულყოფილი სიყვარულით. მათზე აღარ ბრაზობს, აღარ სჯის, წყენას აღარ იდებს გულში, აღარ ეჩხუბება, აღარ განსჯის, პატიობს, როგორც არ უნდა აწყენი, ნუ გითმენს, პატიობს და სრულყოფილი გულით, თანაგრძნობით, მეგობრულად, გაგებით გექცევა. ესმის და გრძნობს, რატომ ბობოქრობ ასე და რატომ ხარ გაბოროტებული. ეს ესმის და გული შესტკივა შენზე. სულ რომ მოკლა ნაწამო, მაინც უყვარხარ. დაუკვირვებელი ხალხი ვუდინარის ამ თვისებას სისუსტეთ ჩათვლის და ხდალსაც უწოდებს, რადგან ვერ იჯერებენ, რომ ადამიანს ასეთი სიყვარული შეუძლია, რადგან მათ ისიც არ სჯერათ და ვერ ხედავენ, როგორ უყვარვართ ღმერთს, ჩვენ ყველა. დამიჯერეთ, არ სჯერათ, რადგან რწმენა აკლიათ. ვუდინარი უწყინარი და მშვიდი იმიტომ კი არაა, რომ ეშინია და ლაჩარია, არამედ იმიტომ, რომ იცის რა ზიანი მოაქვს ბრას, წყენაზე ჩაძიებას, ბოროტებას, უსიყვარულობას, ეს ყველაფერი იცის, ძალიან კარგად იცის, რადგან თავადაც იყო მანდ, გამოსცადა და მაინც სიყვარული აირჩია. ვუდინარზე საყვარელი და კეთილშობილი ადამიანი არავინაა, თუმცა ამ სიკეთის და ადამიანების სიყვარულის გამო უმეტესად გარიყულად და შეძულებულად იქცევა ხოლმე.